საქართველოს ყოფილიყოს ტრებისაგან განთავისუფლებული. აღარ პოლიტი საქართველოს ტრები ყოფილიყოს მშვიდობიანი. 1993 წლის ორივნის აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სისხლისმღვრელი ეპიზოდი ტამიშის ბრძოლა უკავშირდება. სოფელი ტამიში, რომელიც სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის მდებარეობს, მოულოდნელი სამხედრო დაპირისპირების ადგილად იქცა. გამთენიისას აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდების მხარდაჭერით ტამიშის სანაპიროზე 600-მდე მებრძოლისგან შემდგარი საზღვაო დესანტი გადმოსხა. სეპარატისტებისა და კონფედერანტების მიზანს სოხუმი ოჩამჩირის მიმართულების გადაკეტვა და ქართული ძალების ალყაში მოქცევა წარმოადგენდა. მოულოდნელი შეტევის პირველი დარტყმა ტამიში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა დანაყოფებმა მიიღეს. ოპერატიულმა მორიგემ შევატყობინა, რომ მოსალოდნელია დესანტი. ანგაშატა ჩვენ მივიღეთ ზომები. ჩვენი ბრიგადა 24 ბრიგადა ვიდექით მარცხენა მხარე ბრიგადის იყო. სადაც მაიმუნების პიტომნიკი იყო, იქ იდგა ოჩარის ადგეული, შემადგენლობაში შედიოდა ცაგერის ბატალიონის შემადგენლობაში, მარჯვნივ მიდიოდა არადუ მერკულა ბატალიონი მიდიოდა, მე იყო თამაზინალიშვილის ბატალიონი, მე რუსგან ბატალიონის, მე მიდიოდა პირველი ბატალიონი 202 ბატალიონი მიდიოდა, მე მიდიოდა წარჩეს ბატალიონი და სამურზაყანი. რაც შეეხება სანაპიროს, ჩვენ გვედგა იქ KS-19, გვედგა D-30 ბატარეა, რომელიც სხვასაც იცავდა და ხმელეთსაც იცავდა. მე გვეყენა 85 მმ-იანი საზენიტო ფემეხები. თვითონ დავასახელე მე სად გვეყენა, რა ძალები ყავდა, რომ პოზიციებს შევხედეთ ჩვენ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო დესანტი გადმოსვლა. იმიტომ ისე მაგრად ქონდა ჩვენ გამაგრებული. შესაძლებელი იყო მარტო ერთი ადგილი. ეს იყო ტამიში. იქით კენდრის ბრიგადა იდგა და მე ასე დასახელე ლეფონა ქვია მაგას, და ჭაობი ადგილია და მარტო ეს ადგილი იყო, სადაც შესაძლებელი იყო დესანტი გადმოსვლა. მოულოდნელად მოხდა ყველაფერი. დილის 5 საათი იყო. უნდა შემეცვალა სმენა, რომელიც იდგა ჩემ პოზიციაზე. რომ მივედი ბიჭებთან, თქვია წამანი მივიტანენ და უკან მოვლენა უკვე ვერ შევწევდი. უკვე ორივე მხრიდან სროლები ატყდა. სადაც ჩვენ ვიდექით, ის ადგილი უკვე შემოგავებული ჰქონდათ ამგენს. ოჩარეს ასეული იყო, მაგრამ ერთი ბრიგადა ვიყავით, მარტო ჩვენ დანარჩენი იმ საღამოს იქ არ ყოფილა. მოხდა მოულოდნელად საზღვაო დესანტის გადმოსხმა და ეს დესანტი იყო შეჯერებული არა მარტო კონფედერანტების პირადი შემადგენლობით და სეპარატისტების პირადი შემადგენლობით, არამედ მათ კოორდინაციას, მათ მოქმედებას ოპერატიულ ტაქტიკურ სივრცეზე და ხელმძღვანელობას თავის პირად შემადგენლობით უწევდა რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები. ეს ფაქტობრივი გარემოება იყო იმის შემდგომ, როდესაც უკვე კონტაქტი მოხდა მათთან, მოხდა პირველად მსხვერპლი იყო დაკავებები თუ დაჭრილების იდენტიფიცირება, საბუთების და იმის აღმოჩნდა ის, რაც აღმოჩნდა. განსაკუთრებით მძიმე დანაკარგები განიცადეს 24 ბრიგადის 252 ბატალიონის კოჩარას ასეულმა, დუშეთის, შავნაბადასა და ავაზის ბატალიონებმა. ბრძოლის პირველივე საათებში ვითარება უკიდურესად რთული იყო, თუმცა ქართველმა მებრძოლებმა პოზიციები შეინარჩუნეს და წინააღმდეგობა არ შეწყვიტეს. ჩვენ ეს რო გავიგეთ, რომ მოსალოდნელი დესანტი არ ვიცით, ვინ მოდის, რამდენი მოდის, მთელი ბრიგადა იყო, ვიყავით მზადყოფაში. შესაძლებელი იყო იმ ტერის განადგურება მარტო артиლერიით, იმიტომ გამომდინარე ჩვენი ზონიდან. ჩვენ მოვამზადეთ, სად შეიძლებოდა დარცესლი დარტყმა, სადაც ეს ყველაფერი მინიშნებული ხონდა, სადდა დაგვერტყვა, რამდენი ყველაფერი და ეს ყველაფერი ფემეხებზე დაყენებული ყველაფერი და ველოდებოდით დესანტის გადმოსვლას. ეს იყო სადაც უკვე 4 საათი, როცა მე დაუკავშირდი რუსებს და უთხარი, რა მდგომარეობა რუსებმა მითხეს ნავარასკიტკი და ბათუმის მიმართულებით მიცურავსო 4 გემი. პასუხს არ გვაძლევენო. მაშინ ეჭვი შემეპარა. სოხუმს დაფიქსირებული ხონდა გემები. და ეს იყო უკვე 4 საათი რუსი მირეკავს, პორტიდან სამხედრო პორტიდან მირეკავს და მეუნება.
კარაბლი გორ უბერეგა. გემები არიანო უკვე სანაპიროთან. აი მაშინ ხომ მზად ვიყავით, აი მაშინვე ჩვენ გავხსენით ცეცხლი. ორი ბატარეა დეტრიცით და გრადები და ცეცხლი არ შეგიწყეთია. და მთელი ღამე მიდიოდა სრული, მაგრამ ჩვენ მონაცემები არ ვიცოდით. როცა გათენდა 5-დან 6-ის ნახევრამდე, როცა მოხდა შეტაკება, აი ჩვენ ქვედანაყოფი რო იყო. ცაგერის ბატალიონის ქვედანაყოფი, იქ იდგნენ კოჩარლები, ჰქონდათ მაგ ერთი ოცეული იდგა, იქ მოხდა შეტაკება. ეს იყო სადღაც 6 არ იყო, სადღაც 6-ის ნახევარზე. შეტყობინობა იყო, რომ ხალხი არის დაჭრილი, ვიდა ოჩამჭირიდან წამოვიდა სასტრაფო მანქანა. სასტრაფო მანქანაში იყო შოფერი იყო, 2 ძმა იყო და 1 ექიმი იყო. სადაც ჩვენი ბიჭები იდგა, იქ სასაფლაო იყო იქ მასა. და იქ დაწხრილეს ეს 4-ვე. იქვე დაიღუპა 7 მებრძოლი კოჩარის ოცეულიდან, ეს ცაგერის ბატალიონიდან. ტამიშის დესანტის მიზანი სოხუმზე იერიშის მომზადება იყო. ქართველი მეომრების თავგანწირვამ მტრის გეგმები ჩაშალა და სოხუმი გადარჩა. სეპარატისტებისა და კონფედერანტების დესანტთან შეტაკება, რომელიც ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, აფხაზეთის ომის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეპიზოდად ითვლება. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ქართულმა მხარემ 250-ზე მეტი მებრძოლი დაკარგა. თავგანწირვა იყო ძალიან დიდი. არ ვიცი, ამეთი რა შეიძლებოდა ეგ რო გეკეთებია 4-ვე მხრიდან იყო დარტყმები, 4-ვე მხრიდან. ჩვენ ძროებით პატარა რაღაცა გიგავაკეთეთ, მაგრამ ახლა შეკავებით მაგენს ჩვენ ვერ შევაგებთ. არ იყო იქ შეკავების. ჩვენ არ შეგვეძლო იმდენი 30 კაციდან მაგას ვერ შევაგებთ ჩვენ. ძალიან კარგად იმუშავებდი ძალიან და ეს ცოცხალი ხალხი ვინც დარჩა, იმგენის დამსახურებაც არის. ცალკეული გმირობების და თავგანწირვის შედეგად მოხდა მოწინააღმდეგის ტემპის, აქტიური ტემპის შეჩერება. მათ შორის პირველი, რომელი ბრძოლაც მიიღო, იყო შავნაბედის ბატალიონის დაზვერვის ოცეული. საკმაოდ დიდი ბრძოლები გადაიტანა თიანეთის, დუშეთის, ორხევის, ავაზის პირადმა შემადგენლობამ. 24 ბრიგადა იყო ეს ოჩამჭირის მიმართულება, რომელიც ძირითადად სეგმენტი გადიოდა იმ კორიდორის, რომელშიც საზღვაო დესანტი შემოიჭრა ფაქტობრივად ოჩამჭირის პიტომნიკსა და ლაბრატამიშის მიმართულების აი ამ ზოლზე, რომელიც კუტოლისკენ მიდიოდა ეს გზა. იყო საკმაოდ კონტაქტური ბრძოლები, იყო ხშირ შემთხვევაში უშუალოდ ხელჩართული შეხებაც მოწინააღმდეგესთან. ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ეს მოვახერხეთ. მაგრად იბრძოლა ყველა, მიცი, ყველა ჩართული იყო, მთელი ბრიგადა მასში ჩართული იყო. და არტილერიამ რა თქმა უნდა დიდი როლი ითამაშა ამ მტრის განადგურებაში. 3-დან 9 რიცხვამდე 3000 ჭურვი გავიცვლი. ჩვენ ცეცხლი არ შეგვიწყეთია. დღე და ღამე 24 საათის განმავლობაში ხალხი იდგა ფეხზე. ყველა ვაშკაცურად აკეთებდა. სხვანაირად არ გამოვიდოდა. ეს იყო პირველი დანაკარგი, როცა ჩვენ უკვე აი დრო გატენდა, მივხვდით, რომ უკვე და აი იმ დროს მოხდა კიდევ ამ აფხაზეთის პოზიციების დაკავება. ეს პოზიციები დაკავებული ხონდა, მაგრამ აი პიტომნიკი რომ მაიმუნცენის პიტომნიკი რო იყო, და აი მარჯვნივ სიმაღლე იყო 32 და 5/10, აქ უკვე პოზიციები ხონდა უკვე აფხაზებს გამაგრებული უკვე დაკავებული ხონდა. გზა აუცილებლად გასახსნელი იყო, ამისთვის ჩვენ გვჭირდებოდა ხალხი. მაგრამ ხალხი ახლა როგორ ახლა ბრიგადას აქვს თავისი პოზიციები, მთელი ბრიგადა დგას თავის პოზიციებზე, ჩვენ ვერ მოხსნით, იმით გამომდინარე ჩვენი ამოცანებისგან, ყველა ბატალიონს აქვს თავისი პოზიციები და იმიტომ რომ ეს უკვე ხო გახმაურებულია, რომ დესანტი გადმოდის, ყველა მიცის, ხედავთ რომ რა მდგომარეობა, მაშინ მე დილით დაურეკე ტელეფონით. ხალხი მჭირდებოდა ლოთი ხოვალიას, მეუბნე ლოთი, ასეთი მდგომარეობა მითხარი, დესანტი გადმოსულია, არ ვიცი რამდენი საათ როგორ მჭირდება ხალხი. იმიტომ რომ ჩვენ ბრიგადაში ჩვენი ვიდექით და მხედრიონი. და მხედრიონით ისეთი დრო იყო, როტაცია იყო, ხალხის როტაცია იყო. და ლოთი მითხრა, მოვდივარო და 12 საათი იყო, ლოთის ხალხი ჩამოვიდა. იგივე უცბად განგაში რო ატყრა მხედრიონი თლიანად ჩამოფრინდნენ, მერე შინაგანი ჯარი შემოვიდა ყველაფერი და ეს იყო ჩვენ დავიწყეთ, ეს იყო 3 რიცხვი, ცენტრალური მიმართულებით მიდიოდა მხედრიონი,
მარზი მიდიოდა შინაგანჯარი, მარსზე მიდიოდა ბატალიონ ოდიში ლოთის ხალხი. 9 რიცხვს ჩვენ გავარღვიეთ, მაგრამ ამ 3-დან 3 რიცხვიდან 9-მდე ყოველ დღე მიდიოდა ბრძოლები. ახლა მარტივი რო ყოფილიყო, 3-შივე გავარღვევდით. ძალიან დიდი ძალები ყავდა და მე იტით რა მაიმუნთა პიტომნიკი რო არის. იქ არის აი გზიდან რკინიგზამდე არის ბეტონის ღობე. ესეთკა ისა მართულიანი ღობე, მაგრამ ამ ღობეს უკან უკვე ერთი ღამის განმავლობაში ჰქონდათ გათხრილი სანგრები. მომზადება სერიოზული ჰქონდა. ის დესანტი ხო გადმოისხა, ტექნიკაც მოყებოდა ის შეერაღება ყველაფერი და იმიტომ ვერ შევძენით, ვერ გავარღვიეთ ყველა სამხედროებს, აი რაღაცას ოპერაციებს და ომის დროს გააჩნია ახლა ამოცანა, მომდევნო ამოცანა და მე თავარი სტრატეგიული მიმართულება. დესანტი იმიტომ გადმოსხეს, რომ გზა გადაეკატათ, სოხუმისთვის უკვე ალბათ ემზადებოდნენ დიდი შეტევა. ეს მარცხენა ფრთა ოდიშის ბატალიონი წავიდა, იმ დღენი წინამდებობა არ იყო, ტამიშამდე მიიღო დავაბრუნეთ, იმიტომ თავარი მიმართულება იყო ეს, სადაც მხედრიონი უტერდა, იმიტომ მაგრად იყო გამაგრებული ეს. 9-ში რომ დავგეგმეთ ეს გეგმა, მაშინ დავგეგმეთ ისიც თამარ ზინალიშვილის ბატალიონი მიდიოდა დილიდან შეტევაზე, როგორც ჩვენ გადავედით, თლიანად გადავედით ამ ტამიშის მმართველობით, ისე ინალიშვილის ბატალიონი გადავიდა შეტევაზე. 200 იყო თამაზი მაშინ იყო დაჭრილი. მაგარი წინამდებობა იყო. მე გავიგეთ, რომ იქ თურმე აფხაზებს მოუხსნიათ. აი მთელი ფრონტი ხო ყოდათ, მაგეთ ჩხორთოლიდან დაწყებული ამ ყოდორამდე. ხო, იქ სადღაც 2000 ადამიანი იდგა აფხაზეთს. ისე უბრალოდ ხარ გადმოსცეს ეს დესანტი. შეტევა უნდა განაეხორციელოთ სოხუმზე. ალბათ ეს იყო მათი გეგმა.